ვინ იყო პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა? 1921 წლის თებერვალში, როდესაც საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ თბილისს შემოუტია, ივანე ჯავახიშვილის მოწოდებით ქართველი სტუდენტობა გაერთიანდა. მათ შორის იყო 19 წლის მარა მაყაშვილი, რომელიც 17 თებერვალს წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა. საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ 122 ვერსზე ვართ მტრისგან, თუმცა მტერი ჯერ შორს არის და ძალიან სხებენ ჩვენები. თავს გაუფრთხილდით, ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. ვკითხულობთ ომში მყოფი მარა მაყაშვილის დღიურში. მანამდე თითქმის 1 წლით ადრე ის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დღეს იხსენებს. დღეს მივხვდი რა არის მიზანი ცხოვრებისა, სამშობლოსთვის მუშაობა. დღეს საზავო კონფერენციაზე უმაღლეს საბჭოს ხდომაზე ლორდ კენზის წინადადებით ერთხმად აღიარებულ იქნა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. 19 თებერვალს მარა მაყაშვილი მტრის ყუმბარამ იმსხვერპლა. ის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალი იყო. ისვე გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემს მიწა-წყალზე. ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუ თუ რამე შემიშლის ხელს. წერს 16 წლის მარა მაყაშვილი, რომელსაც ევროპის გზაზე საბჭოთა რუსეთის ჯარი გადაეღობა.